არ შემოხვიდეთ. არ შემოხვიდეთ მეთქი. გავიგე ქალბატონო, მაგრამ ერთი მოვიდა. ვინ ერთი? უნდა დაგელაპარაკო. სალაპარაკო რა გვაქვს? აქ რას აკეთებ? ტელეფონი არ არსებობს? ესე იგი სატელეფონო სასაუბრო თემა არ არის, მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მოვედი. ეს რა დღეში ჩამაგდე? რა დღეში ჩაგაგდე, რა ხდება? ასე როგორ მომეკეცი? მართლა გავგიჟდები. შენ შვილს ჩემი სახით საკენკი დაუყარე? ის ჩემი შვილი არ არის, ჩემი მტერია. შენი პირადი პრობლემების გამო მე გამწირე. მე არა ვინ გამიძირავს. საკუთარი თავის მსხვერპლი ხარ. იცოდი ის რამდენად საშიში პიროვნება იყო. ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. ჩემთვის სიმართლე რომ გეთქვა, ამას არ დავთანხმდებოდი. მაგრამ დათანხმდი, ხომ ასეა? დათანხმდი. შენის მითხარი როგორ გაიგე? ქალბატონო, ხომ არ გავიწყდებათ, მე თქვენს ქალიშვილზე ვარ დაქორწინებული. ძვირფასო სიდედრო, ვისგან გავიგებდი? გულენდანმა მითხრა. სხვა ვისგან გავიგებდი? ისინი ჩემი შვილები არ არიან. თავიდან მოვიშორე. შენ რა ადამიანი ხარ? რა დედა ხარ? ამის მიუხედავად იცი, შენი ქალიშვილი საერთოდ არ გგავს. შენ მიერ მიყენებული ჭრილობის მიუხედავად, ქალი გაღიმებას ცდილობს. რამდენი წლისაა და დედის ხსენებაზე ხმა ისევ უკანკალებს. თავისი წარსულის მიუხედავად ისეთი მიამიტი, ისეთი სათნო ადამიანია. მართლაც რომ იშვიათი ქალბატონია. უიშვიათესი. თითქოს სხვა საქმე არ მქონდეს. გულენდამის დახასიათებას უნდა ვუსმინო? შენი მოკლე ჭკუით რჩევა და რიგებებს მაძლევ მერტ? ზაფერჰანიმ, ეს არმაღანმა იცის? არმაღანს არაფერი უთხრა. ეგ თქვენზეა დამოკიდებული. რა სიტყობ? გამოსავალი უნდა მომიძებნოთ. დევამ გულჯემალს 3 დღე მისცა. შენი შვილი ამ 3 დღის განმავლობაში დევას უდანაშაულობას დაამტკიცებს. როგორ დაამტკიცებს? არ ვიცი, როგორღაც დაამტკიცებს, რასაც მოინდომებს იმას აკეთებს კიდეც. დევამ გულჯემალს ჩემს შესახებ რომ უთხრას? არა, არ ეტყვის. აქამდე არ უთქვამს და ახლაც არ ეტყვის. როგორ ჩანს შენ მიმართ ისევ გრძნობები აქვს. ეჭვს ისევ ჩემზე მიიტანენ. იმ სახლში ერთადერთი უცხო ადამიანი მე ვარ. ზაფერჰანიმ, იმ ბეწვის ხიდზე გავლა. შენ დამავალე, იძულებული ხარ გამოსავალი მითხრა. გესმის ჩემი? გამოსავალი შენ ხელთ არის. გულენდამი. როგორ თუ გულენდამი? გულენდამი და მის მოცლად მყოფი შენი შვილი იმ სახლში შენი დარჩენის ბილეთია. გულენდამი ხელის გულზე უნდა ატარო, გულჯემალის გული უნდა მოიგო. იმ ოჯახის წევრი უნდა გახდე და არა ვინმე უცხო. რომ იცოდე როგორ მომეშვა, შვებით ამოვისუნთქე. დიდებული აზრი, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. თითქოს გულჯემალი ჩვეულებრივი ადამიანი იყოს. განა არ იცი, რომ შენი შვილი ფსიქოპათია. მის გულს როგორ მოვიგე? ეს ხომ შეუძლებელია, არა? დარტყმა მის ყველასე სუსტ წერტილში უნდა მიაყენო. გულენდამს გულისხმობ. გულენდამის ცნებლების გამო ის დედამიწას გადაწვავს. გესმის ჩემი? გულენდამს დაუახლოვდი, ხელის გულზე ატარე. იმ ოჯახის წევრი გახდი. ნუ ხელავ გულჯემალს ყველაზე კარგად მე ვიცნობ. ახლა გიწადი აქედან. მამა იბრაჰიმ. თავხედო, აქ რა ნამუსით მოხვედი? რაც უნდა მითხრა მართალი ხარ, მამა. მამას ნუ მეძახი, მამას ნუ მეძახი. ყველაფერს გამოვასწორებ, გეფიცები, ყველაფერს გამოვასწორებ. რას გამოვასწორებ, დაქორწინებულ ხარ. იძულებული გავხდი, მამა. გულჯემალი მომკლავდა, რომ არ დავქორწინებულიყავი. შენს დაქორწინებასთან გულჯემალს რა კავშირი აქვს? არ იცი? რა არ ვიცი?
ასე თუ ისე მაინც გაიგებ. სჯობს ჩემგან გაიგო. ცოლად გულჯემალის და გულენდამი მოვიყვანე მამა. როგორ? დევასთან ერთად იმ სახლში ცხოვრობ? როგორც ხვისი ქმარი? მითხარი. დიახასია, მაგრამ იმ სახლში დევას გადასარჩენად მოვხვდი. გეფიცები საკუთარ თავზე არც კი ვფიქრობ. გაგიჟდით? მე რატომ მირტყამ? მოკლავ, ჩემი ხელით მოკლავ. ჩემი ხელით მოკლავ. წამოდი. არა, გულჯემალს ყველაფერს ვეტყვი. ის დაგსჯის. არა მამა. ღვთის გულისათვის ამას ნუ იზამ. წავალ და ყველაფერს ვეტყვი. შემდეგ კი რაც გინდა ის მოიმოქმედეთ. მე შენ გიჩვენებ სეირს. ჯერ დამაცადე? 7 კაცი რამ ხეცი აღმოჩნდა. მოდი აქ. უმერთო ჩემო რამ გააგიჟა? სულ გამხეცდა. უსიერცხვილო უტიფარი. ისევ ლაპარაკობს. დაიღუპე მერტ. ეს რა დღეში ვარ? ნუ თუ გულჯემალს მართლა ეტყვის. რამე მოიმოქმედე მერტ. მოიმოქმედე. მერთო. რა ხდება იბრაჰიმ, რატომ დამირეკე? მერთი მაგ სახლში ცხოვრობს. ახლა მე უნდა დაგელაპარაკო. ახლა ვერ გამოვალ. დევას ყოფილი საქმრო თქვენ სახლში ცხოვრობს. რა არ გესმის ქალო? ვიცი რომ დევას ყოფილი საქმროა, დევამ მითხრა ინფორმაცია მაქვს. გავგიჟდები ფირუზე. ეს თუ იცოდი აქამდე როგორ დამალე. ნუ თუ მართლა ჭკუიდან შეიშალე. როგორ არ დავმალო? გულენდამი ფეხმძიმედ არის. ეს რომ გულჯემალს გაეგო, ქვაზე არ დატოვებდა. გონიამაც ცოცხალს დატოვებდა. მომისმინე, რამე მოიფიქრე და სახლიდან გამოდი. უნდა მომიყვე მაგ სახლში რა ხდება. ან შემხვდები, ან ვიცი როგორც უნდა მოვიქცე, გასაგებია? გთხოვ, ღვთის გულისთვის დამშვიდდი. ახლა მაგის დრო არ არის. ყველაფერს მოგიყვები. მაგრამ ახლა არა. გეფიცები სახლიდან ვერ გამოვალ. მომისმინე ფირუზე. ან მოხვალ, ან დედა გარა. ჰილდა. აქ რა საკეთებ შვილო? კაცი გაგდებს. შენ არ მიდიხარ. მას დროს აძლევ. ამასაც არ სჯერდები, აქ ჩაიკედე. სუფრას იშლი და სვამ. ბოლოს კი გულჯემალის მკლავებში აღმოჩნდი. ერთი წუთით. მაგაში დარწმუნებული არ ვარ. ჩემი აზრით თვითონ იგონებს. რაღაც დამავიწყდა. თან შიმშილობა რა? არა. შირი არ ვარ. შეკვეთას ვაძლევ, მოაქვთ და ვჭამ. დავიფიცე რომ მის ლუკმას არ შევჭამ. დევა. ჩემო ლამაზო დაიგო. ღვთის გულისთვის დაფიქრდი, შენი საქციელი ლოგიკურია? შენი აზრით ლოგიკურია ის, რასაც მე განვიცდი? ნუ თუ ვერ ხვდები. ჩემი ყოფილი საქმრო, ჩემი საქმროს ახალი ცოლი, ჩემი საქმროს ახალი ცოლის უცნაური უფროსი ძმა. ყველა ჩვენგანი ამ სახლში ვცხოვრობთ. თანაც დამნაშავე მე გამოვდივარ. ჯაშუშად შემრაცხეს. ბრალს მემდებენ, სახლიდან მემაგდებენ. ძალიანაც კარგი. სახლიდან წადი. წამოდი წავიდეთ. არა, ასე ადვილი არ არის. მე როგორც უდანაშაულო, ამ სახლიდან წელში გამართული, თავაწეული გავალ. და მას თვალს გავუსწორებ. თუ ასე ამნახოთ, როგორ დამადანაშაულებს. ჩემი დადანაშაულება ადვილია მოვიდეს და დამადანაშაულოს. და ამტკიცოს, რომ დამნაშავე ვარ. მტკიცებულება მაჩვენოს. ერთი დღე უკვე გავიდა. გავიდა. მტკიცებულება მოიტანოს. დამშვიდდი დევა. შეეშვი რაც უნდა ის თქვას. ჯაშუში გიწოდოს, მატყუ არა. მოხალატე გიწოდოს. ეს ყველაფერი მერთმა ჩაიდინა. წადი და გულჯემალს უთხარი. რატომ არ ეუბნები? ამ სახლიდან წასვლის შანსი გაქვს. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? აქვს. მან გადამარჩინა. ცხოვრებაც მან გაგიმწარა. ისეთი ცუდი პიროვნება არ არის, როგორიც შენ გონია.
გარდა ამისა, არ მინდა ეგონოთ თითქოს ის დანაშაული ჩავიდინე, რაც არ ჩამიდენია. Emin misin buradan? დარწმუნებული ხარ, რომ აქედან წასვლა არ გინდა. Ne demek bu şimdi? არ მესმის ეგ რას ნიშნავს? Bilmiyorum. არ ვიცი, თითქოს აქ დარჩენა გინდა. რა სისულელია, იფეგ. Artık iyice saçma. უკვე სისულელეებს ამბობ. რა ხდება? რატომ მოიწყინე ძმაო? ვერც არ მოიდგენ რა რთული ყოფილა, როდესაც დედა შენი განსხვავებული პიროვნება აღმოჩნდება, ვიდრე შენ გეგონა. იმდენი რამ მომატყუა აქედან, ჩემს ძალით გაშვებას ცდილობდა. დევას როგორ მოექცა, მასზე ისეთი გაბრაზებული ვარ, მაგრამ მაინც შეწუხებული ხარ არა? შეწუხებული ვარ. გული შემტკივე, ალბათ ახლა მკითხავ, გული მის გამო შეგტკივაო? არა. დედა შენმა რაც უნდა გააკეთოს ბუნებრივია, ის მაინც მოგენატრება, ის მაინც გეყვარება. დედის სიყვარული უპირობოა. დედა ყველას ძალიან უყვარს. თუნდაც მისი დავიწყება გინდოდეს. შენ? დედა შენის დავიწყება გინდოდა? მინდოდა. მაგრამ ვერ დავივიწყე. რომ იცოდე ამისთვის რამდენჯერ ვილოცე. მაგრამ ვერ დაივიწყე. ვერ დავივიწყე. მასთან დაკავშირებით უმნიშვნელო დეტალებიც კი მახსოვს. ყველაზე მეტად კი მისი სურნელი. ხანდახან, როდესაც დედა ჩემს ეძინა, მას ჩუმად გვერდით მიუწვებოდი. დედა ჩემს ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, ვარდის სურნელი. მის სურნელს შევიგრძნობდი და ასე ჩამეძინებოდა ხოლმე. ყველაზე მშვიდად მაშინ მეძინა. თუ რამის მოყოლა გინდა, მე მოგისმენ. ალბათ სხვა დროს. ახლა საქმე დედაშენს ეხება. შემომითვალა ჩემთვის ვაზის ფოთოლში ტოლმას ამზადებს. დედა ჩემი წლებია, დედის დღეს ჩემთვის ვაზის ფოთოლში ტოლმას ამზადებს. ვაზის ფოთოლში ტოლმას? თანაც ზეითუნის ზეთით. გემრიელს ამზადებს? უგემრიელეს. ერთ ქვაბ შეჭამისად გემრიელს ამზადებს. ვაზის ფოთოლში ტოლმა მეც ძალიან მიყვარს. ასეა. ის ტოლმას ამზადებს, მე კი მას ყვავილებს ვჩუქნი. სადაც უნდა ვიყო, მასთან აუცილებლად მივალ. თუ ლონდონში ვიყავი და ურეკავდი, ვეტყოდი, მაპატიე, ვერ ჩამოვდივარ მეთქი. სიურპრიზს ვუწყობდი და საღამოს კარზე დავაკაკუნებდი ხოლმე. მაგრამ წელს დედა დედის დღეს მარტო დარჩება. გულჯემალ, სტუმარი ყავს, ქვემოთ გელოდება. ვინ? მოდი და ნახავ. რა ხდება? ემრულახმა დილით ახალი ტელეფონი მომიტანა. მოთხარი არ მინდა მეთქი, მაგრამ ხელში ძალით შემაჩეჩა. ტელეფონი წამართვა. ჩემში ეჭვიებარება. ალბათ დეტალებს შეისწავლის. რა გადარდებს, რაიმე შეტყობინება გქონდა შენახული? არა, ძმაო გულჯემალ, რამეს როგორ დავტოვებდი? მაშინ საგანგაშო არაფერია.
მაინც დავიძაბე. ემრულახი ძალიან ჭკვიანია. შეიძლება ტელეფონი ისმინება მეთქი, ამიტომ ვერც კი დაგირეკე. იცულებული გავხდი მოვსულიყავ. ნუ ღელა, ვერაფერს გაიგებს. ამ საღამოს იმ ოთახში კიდევ შევალ. არა, არ შეხვალ ილდა. პირდები, ამ საქმეს მოვაგვარებ. არა, არ შეხვალ. საღამოს კარი ღია დატოვեմ, ხოლო დამას გთხოვ. კარგი. ვის გამოგზავნი? ვეფა მოვა? გისმენ. ვინ ხარ? დავიღუპე. ოღონდეს არა. გულჯემალისთვის დაურეკავს. ახლა ვინ გიშველის მერტ? ვერავინაც ვერ გიშველის. ამ ჭაობში როგორც ჩამაგდე, შენვე ამომიყვანე ზაფერჰანიმ. განამ პასუხობს. როდესაც მჭირდება განა ტელეფონს, მაშინ პასუხობს. გულჯემალს ყველაფერს მოუყვება. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ესე იგი სალამსაც არ ღებულობ, არა? კარგი ესე იყოს. აქ შენთან საჭორაოდ არ მოვსულ ვარ. მართალი ხართ, ჰალილ იბრაჰიმ ბეი. შეგარგოთ, მადლობ. ვიცი ზედმეტი მომივიდა, ზიანი მოგაყენეს, მაგრამ ეს ჩემი ნება არ ყოფილა. ვაღიარებ, მაინც ჩემი შეცდომა იყო, ბოდის გიხდი. თითქოს შენი ბრალეულობა მხოლოდ ეგ იყოს. კარგი ასე იყოს, ახლა ამ თემაზე არ დაგელაპარაკები. სხვა საკითხი მაქვს. გისმენ, რა გაწუხებს? ვიცი რომ დევას ყოფილი საქმროა. დევამ მითხრა ინფორმაცია მაქვს. ის რომ გულჯემალს გაეგო, ქვას ქვაზე არ დატოვებდა. გონია მათ ცოცხალს დატოვებდა. ჩემი ქალიშვილი უნდა დამიბრუნო. იმ სახლში ვეღარ გამოკეტავ. ჩემს ქალიშვილს წავიყვან და წავალ, თქვენ კი რაც გინდათ ის გიქნიათ. შენს ქალიშვილს მე არ ვაკავებ. როგორ არ აკავებ? იმ სახლში შენ არ ჩაკეტე? დილამდე მე არ გეხვეწებოდი და გემუდარებოდი? მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ახლა სხვა ვითარებაა. შენს ქალიშვილს ვუთხარი წადი მეთქი, მაგრამ არ წავიდა. არ წავიდა? ხო. რატომ? იმიტომ რომ შენი ქალიშვილი ჯაშუშია. ჩვენგან მიღებულ ინფორმაციას ზაფერჰანიმ საწვდის. ის ასე არ მოიქცეოდა. მოიქცა. მომისმინე. საავადმყოფოში რომ მოგიყვანე, მაგის მეორე დღეს ზაფერჰანიმი ჩემთან მოვიდა. დევას წაყვანა უნდოდა, მაგრამ მას არ გაყვა. ჩემთან დარჩა, ჩემთან მუშაობა მოისურვა. და იცი რატომ? იმიტომ რომ იცოდა ისინი ვისთანაც მე ხელშეკრულება გავაფორმე ზაფერჰანიმის წარმომადგენლები იყვნენ. დევამ არაფერი იცოდა. მაშინ ასე რატომ მოიქცა, რატომ დარჩა? მე უთხარი დევას რომ შენ სახლში დარჩენილიყო. შენ უთხარი? იმ ღამეს, როდესაც საავადმყოფოში მოხვედით. და რატომ? იმიტომ რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა. შენი ბავშვობა კარგად ვიცი, გულჯემალ. ბავშვობიდან გიცნობ. დედა შენზე დიდხანს ვიცნობ. მოკლედ რომ გითხრა, ეს ჩემი სურვილი იყო. შენ სახლში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. დევა მოღალატე არ არის. მან მე დამიჯერა.
ჩემს გამოჯანმრთელებამდე თავის შენ შეგაფარა. მე უკვე ფეხზე ვდგავარ. ჩემს შვილებს მივხედავ. ჩემს ქალიშვილს უკან დავიბრუნებ. დევა არ წამოყვება. წამომყვება. არ წამოყვება. რადგან მე ჯერ არ დამიმტკიცებია, რომ ის მოღალატეა. ხომ გითხარი, ნუ თუ არ გესმის, იმიტომ დარჩა, რომ მე ვუთხარი. შენი ქალიშვილის საქციელს გამართლება არ აქვს. 2 დღეში მოდი და შენი ქალიშვილი წაიყვანე. გესმის? ზაფერი არ მპასუხობს. არ ჩემ გვერდით და არც შენს უკან არ ამინდგას, გესმის მერტ? მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. დროა ეს აღიარო, მარტო ხარ მერტ, სულ მარტო. სულ მარტო. საზღვარგარეთ უნდა წავიდე. რას ვიზამ? სადმე უნდა გავიქცე? ეს აქ რას აკეთებს? რა გინდა? ტროტუარზე სიარული არ შეიძლება? მერტო ჩემო, სიკვდილის წინ ადამიანს ყველაფერი ავიწყდება. აქ რას აკეთებ? გულჯემალ ბეი, ვიცი არ მაპატიებთ და მაინც მომკლავთ. უფლება მომეცით რომ, კარგად ხარ? რას ამბობ? ვინ უნდა მოკლას? არ მომკლავთ? გაგიჟდი? გარეთ გასვლის გამო კაცის მოკლავის გაუგია. ხო, ეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე იურისტი ვარ, ეს თქვენს ხომ იცით, თუმცა ნუ ღარაზვიადებ. აქ რას აკეთებ? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. გასაგებია. სახლში მიდიხარ? დიახ, სახლში მივდივარ. თქვენ სად მიდიხართ? სახლში. კარგი. ნუ წახვალ. ფეხით წავალ კი არა, გავიქცევი. ძმაო, გოგოს მამას უთქვამს დარჩიო. იტალიელების საკითხში კი ტყუის. მართალია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯაშუში თუ არ არის, ტენდერის შესახებ გაიგო თუ არა დედა ჩემის სახლში რატომ წავიდა. წავიდა, მართალია წავიდა, მაგრამ კამერის ჩანაწერები არ არსებობს. როგორ დაამტკიცებთ? საღამოს მექნება. ეგ როგორ? არ გეწყინოს მაო, მაგრამ ილდას არ ვენდობი, სულ მალე მას ფაქტზე გამოიჭერე. ილდა არ გადმოგცემს. ანუ ამბობ, რომ ჩემი იმედი გაქვს? წავიდე და კამერის ჩანაწერები დედა შენის სახლიდან მე მოგიტანო? მე წავალ თანაც სულ მარტო. ნუ წუხარ. შეკვეთას ელოდები? რა შენი საქმეა? თუ ელოდები სულ ტყუილად, რადგან მე შევჭამე? როგორ თუ შეჭამე? რას ნიშნავს შეჭამე? ჩვეულებრივად შევჭამე. პიცა შეგიკვეთავს მარგარიტა. ძალიან კლასიკური იყო, აშკარად ზეხვი უფრო უხდება. ველური. თითქოს სახლში საჭმელი არ კონდეს. წავიდე და ჩემი შეკვეთა შეჭამა. ახალი შეკვეთა თუ უნდა მისცე, იცოდე არ მისცე, რადგან აქ დაშვება აიკრძალა. ეს ყოველივე რას ნიშნავს? გულჯემალ ბეის სისასტიკის ახალი ეტაპია? რას აკეთებ? რას? 1000 სისურელეს უკვეთავ, ფულს სულ ტყუილად ხარჯავ. აბა როგორ უნდა მოგწეულიყავი? კარგი. რადგან გინდა რომ შიერი დავრჩე, შიერი ვიქნები. ამ სახლში შიმშილს ისედაც მიჩვეული ვარ. რას ბრძანებ? შიერი რატომ უნდა იყო? შეხედე, უამრავი საჭმელია, შემწვარი ხორცი გვაქვს, სალათა, ალბათ როგორი სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. მოდი მიირთვი. გმადლობ, არ მინდა. შენი საქმისა შენიცი. მამა იბრაჰიმა გაიგო რომ აქ ვარ. გაიგო თუ არა, მაშინმე გულჯემალთან მივიდა. გულჯემალს რა მეუთხრა? რომ ეთქვა ახლა თავი გახლეჩილი მექნებოდა. მიწაზე ვეგდებოდი და თავზე გაზეთს გადამაფენდნენ. რამე მოიმოქმედე. ის შეაჩერე, თორემ პრობლემებს შემიქმნის. პანიკაში ნუ ვარდები. ნუ ხელავ ამ საქმეს მოვაგვარებ. მომისმინე, ასე თუ გააგრძელებ, შიშისგან მოკვდები და არა ჯაშუშობის ბრალდებით.
თან სულელია, თან შიშარა. საშინელი კომბინაცია. ფათოშ, იბრაჰიმს თვალი არ მოაშორო. რატომ რა მოხდა? გულჯემალს შეხვდა. რაღაცა სხლართავს. ხედავ ის ბებერი რა დღეშია. როგორ ჩანს არ მოისვენებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნუ ხელავთ ფათოში უთვალთვალებს. ფათოშ. დასამშვიდებელია ვიმომეცი, რომელიც მაძინებს. ჩემი შვილი დაბრუნდება ხომ ასეა ფათოშ. იფეკმა ხომ თქვა? არაფერი უთქვამს. მაგრამ უარიც არ უთქვამს. არ უთქვამს. წყალიც მიაყოლეთ. ამ ხელავაზის ფოთლები სად იშოვე? ბაზარში ვიყიდე როგორც ყოველთვის. იმედია მოიხარშება. მოიხარშება. თქვენი ხელი მოხვდა აბარასიზამს. ჩემს შვილს შეერგოს. როგორ მშია? ხომ გითხარი აქ არ შემოხვიდე მეთქი? მე ვარ. სენდვიჩი და ფორთოხლის ვენი მოგიდანე. ნუ ჯიუდო, ეს ჩემგანაა. არა, არ მინდა, არ შევჯამ. მის საკვებს არავითარ შემთხვევაში არ შევჯამ. მისი საკვები არ არის ჩემია. არა, დაინახავს და სალაპარაკო გახდება, არ შევჯამ. ვერ დაინახავს. სახლში არ არის. წავიდა. ასე დროს საწავიდა. მას რას გაუგებ? ალბათ ასე დროს მხოლოდ იქ თუ წავიდოდა. სად? გულჯემალი მექალთანია. გულჯემალი? მექალთანე? მისნერი შეშავის რაში სჭირდება? რას ამბობ? სტამბოლში იმდენ ქალს უყვარდა. გულჯემალი ნამდვილი ჯენტლმენია. იცის ქალი როგორ უნდა გააბედნიეროს, როგორ უნდა მოექცეს. ქალებს თავბროს ახვევს, ცაში ააფრენს. ხანდახან ვარსკვლავებამდე ახავს. ხანდახან კი ვარსკვლავებს თმაში ჩააბნევს. რა ჩემი საქმეა? ბედნიერი იყოს. თავარია ჩემგან შორს იყოს. მითხარი ჩემიაო და ამიტომ ვჭამ. მისი რომ იყოს არ შევჭამდე. შეგერგოს. შეკვეთის მიცემაც ამიკრძალა. ჩემი შეკვეთილი პიცა შეჭამა. გულჯემალი ასე მკაცრად მოგიქცა. უგემრიელესია. დედის მიერ მომზადებული სენდვიჩია. ხოლ დედის დღეა. ბაზე უნდა წავიდე. მაგრამ როგორ წავიდე? წარმოდგენა არ მაქვს. ბაზე რატომ უნდა წახვიდე? დედა ჩემი იქ არის. დედა ჩემს ველაპარაკები ხოლმე. ყოველ დედის დღეს მივდივარ. მშვილდი მაქვს. წერილებს ვწერ. ისარს ვუკეთებ და მშვილდით ვტყორცნი. დედა ჩემს ვუგზავნი. დედა ჩემი იმ ტბაში დაიხრჩა. წერილებს წერ? ხო, რომ წაიკითხოს. დედა ჩემი იმ წერილებს კითხულობს. ალბათ უცნაურად გეჩვენებათ, ბავშვობიდან ასე ვარ. პატარაობისას სულ ვტიროდი, დედას ვეძახდი. ერთ დღეს მამა ჩემი სახლში სათამაშო მშვილდი და ისრით დაბრუნდა. ხელი მომკიდა და ტბაზე წამიყვანა. შეხედე, დედა შენი აქ არის. დედა შენი წყალშიაო. მისთვის თუ რა მის თქმა გინდა დაწერეო. დავწერე რისი თქმაც მინდოდა. ყველაფერი დავწერე. წერილი ისრის წვერზე დავამაგრე და დედა ჩემს გავუგზავნე. იმ დღის შემდეგ იმ ტბას ვერ მოვშორდი.
მაგრამ სასროლი იარაღი დავხვეწე. ახლა სათამაშო მშვილდით არ მივდივარ. ალბათ დედა ჩემი მელოდება. მასთან უნდა მივიდე. მე დაგიხმარები, რომ დედა შენთან წახვიდე. თავად რატომ არ მიდიხარ? გარეთ გასვლა არ გეკრძალება. შულდისარი არ მაქვს. შენმა ჯენტლმენმა გამიტეხა. იყიდე. ვიყიდი. მაგრამ ახლა ისეთი რთული პერიოდი მაქვს. მამა ჩემ რაც თანხა გქონდა ქორწილისთვის დახარჯა. სახლი დაგვეწვა. მეც უმუშევარი ვარ. გონი ეგოისტურად მოვიქცევი. ფულს მე მოგცემ. არა, ამიტომ არ მithქვამს. მე გამოგართმევ. გასესხებ. ბალად მოგცემ. მერე დამიბრუნე. არა. ხვალ მშვილდისარი იყიდე. გესმის? რადგან დედის დღეს ნელა დედა თავის შვილს ელოდება. სენდვიჩი შეჭამე. გულჯემალი მოვა და მის ჯიბრზე აღარ შეჭამ. კარგი. აქ არის. რა თქმა უნდა. ივარაუდა და შეატყობინა. მათ კი წაშალეს. ჩანაწერი არ არის. დევას სახლში შედის, შემდეგ კი ჩანაწერი წყდება. როგორ თუ წყდება? მე ვნახე დევა მისაღებ ოთახში შედიოდა. ესე იგი წაშალეს.
არ დაშლიდნენ. შეგიძლია იპოვო. კარგი, ვეცდები რომ ვიპოვო. კარგი.